მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ აი აქ ეხლა ბლოგის დასრულებაზე ვიყავი მისული და შემოვიხედე ქართულ საგიჟეთში, სოციალურ ქსელში და მთელი საინფორმაციო სივრცე არის აჭრელებული, მოკლედ ისეთი გულის შემძვრელი ამბით და ისეთი გულის შემძვრელი მოვლენით, რომ ამის ცრემლები წამომივიდა, დიქტატურა ბრუნდება და მოკლედ ვახოსანაია დეიჭირენ თურმე. ქუთაისში ცოდენ თქვა იმერეთში დეიჭირენ თურმე. ხო გეუნებოდი ვახო. ხო გეუნებოდი ვახონხურა ჭკუით იყავი ფაიტონს ერიდე თქვა და მაინც ვერ ერიდე ხო ფაიტონში საცოდაო. ვაიმე ციმბირს და თეთრი დათვების ქვეყანაში ხარ გაუშვებენ ამ ბიჭს ნეტა, მაინტერესებს ახლა გული მეწვევა სიმართლე გითხრათ და ეს რა ხდება ქვეყანაში, რა დიქტატურა არის დამდგარი და 14 დღით თურმე გამოკეტავენ ვახოს თურმე მაგადანში და გამოუშვებენ მოკლედ ერთი ესეთი ბრძენი არის, თანამედროვეობის ბრძენი არის საქართველოდან ბატონი ყვერზო მალაფია, რომელიც დიდი პრაროკი არის, დიდი განმანათლებელი არის და ყოველ საღამოს ანათლებს ხალხს მართლმადიდებლობასთან და ქართველობასთან და ქრისტიანობასთან ბრძოლაში და მოკლედ ბატონ ყვერზოს მინდა აქედან შევუთვალო ერთხელ ლაივში მის გადაცემაში ვიყავი მეც და ვახონხულაც და ძალიან ეძვირფასება ვახონხულასანაია და ბატონ ყვერზოს უნდა მიუსამძიმრო ეს ყველაფერი. ბატონო ყვერზო ძმაკაცი დაგიჭირენ ახლა და პროტესტის ნიშნად იმედია შენ და შენი სექტა სრული მსოფლიოს მასშტაბით თქვენ ხო მაგარი ხალხი ხართ და გვერდში მდგომელი ხალხი ხართ, თქვენიანები შეიკრიბებით ალბათ და ალბათ ლოცვას წაიკითხავთ ერთი იმის ვახონხულას გამოსახსნელად რაღაც თქვენებურს და რაღაცა იქნება. ხო, აგრილდა ცოტა აქეთკენ ხო და თავისთავად იმიტომაც ვია ასე. აბა გიჟი არა ვარ ახლა სიცხეში მეცვას. ხო და მოკლედ არ ვიცი როგორ გაუძლებს დღევანდელი ესა რა ქვია საქართველოს და დღევანდელი ქართული სოციუმი როგორ გადაიტანს ვახოსანაიას იმის რა ქვია 14 დღიან პატიმრობას. აი ძალიან მიკვირს როგორ გაძლებს, როგორ გაუჭირდება წარმომიდგენი, ამიტომ საპროტესტო აქციები დიქტატურა დაბრუნდა, მოკლედ ბნელა ქვეყანაში და სიტყვის თავისუფლებას ებრძვიან და ასე შემდეგ და რაღაცნაირად უნდა შევიკრიბოთ რა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ახლა რაც შეეხება მისი დაკავების საკითხს, ახლა რა ვიცი მე რომ 4 წლის წინ Facebook-ების და ბლოგების გულისთვის რომ 8 წლიანი მუხლით მიჭერდნენ და მასამართლებდნენ დიდგორობაზე და ამ ყველაფერზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სხვათა შორის ჩემი არა სხვისი ვიდეოთი და რაღაც სხვისი დაპოსტილი ბლოგის გამო მე მიჭერდნენ და რა ვიცი ლამის ციხეს მაშენებდა თავზე უშიშროება დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარების გამო მაშინ რა ვიცი ეს მთელი მედია და მთელი ეს უკნიდან განათლებული პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები სად ერთმანეთის უკანალში იყავით ჩემძრალი მე არ ვიცი მაგრამ დღეს ახლა თქვენ მოგადგათ უბრალოდ მოგიკაკუნათ კარებზე ამ ყველაფერმა და აი გული დამეწვა ხალხო აი გული დამეწვა ესე პატარა რაღაც ესეთი ლექსი გამახსენდა რა ვახუნა დააპატიმრეს ხელზე დაადეს ხუნდები შეპყრობილს ასამართლებენ შეუპყრობელი ქურდები აი არ ვიცი როგორ დამთავრდება ეხლა ეს ამბავი მე ნახდათ არ ვიცი ხო ხათ მაქეთ ცხელა მართალია რა ვაკყავს მაგაცები ალტინფოში ხომ შვიდობა კიდევ ჩხუბობენ ერთმანეთში ხო და მოკლედ რა მინდოდა რასთან დაკავშირებით მინდოდა კონკრეტულად ახლა ამას გამოხმაურებოდი საქართველოში სამართალი არ არის არ არსებულა ბოლო 35 წელიწადია და არც იარსებებს ამათ ხელში ვახოსანაია დასაჭერია დასაჯარიმებელია არა ეს ცალკე საკითხია უბრალოდ მე სხვა რაღაცაზე მინდა იცით ერთი ყურადღება გავამახვილო ხალხის გონების გადატანა რომ აი სანაიას დაჭერით ამით ეს წარმატებულად ხდება და Facebook-ზე დაწერილი ლანძღვა გინებებით
ეს წარმატებულად ხდება. ბიჭო, ამაში სამართალი, ამაში მართლა დიდი უსამართლობა ტრიალებს და რატო? აი, ელემენტარული წუხანდელი ამათი ტაშფანდური მინდა გავიხსენო კიდე ერთხელ, რომელიც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა და დადიან ისა რაღაცა ეს სექტა, რაღაც არ ვიცი, რუსოფობების, ძაღლმადიდებლების, LGBT-ების და აი ამათი ხროვა უკრინა განათლებულების შიგნატოში, შიგ ევროკავშირში და ეს სასტავი ხან იმაზე რა ქვია აღმაშენებელზე აგინებს და იგინება ღიად პირდაპირ მეგაფონით იძახის პუტინ ხუილოს იძახის ფაშისტურ ლოზუნგებს რუსებს რა დედის ტყვრა პუტინ ხუილო და ამას პატრიოტიზმად მიაჩნიათ და ამას უსმენს სტუმარიც ადგილობრივიც ღამე დღე ამას მნიშვნელობა არ აქვს ახლა გუშინ ეს ჯოგნახირი თურმე გადამისამართებულა და აიქ მასთან ყოფილა ლესელიძის ქუჩის სასასვლელში ყოფილა შეკრებილი მეტეხის ხიდთან აქეთ რესტორნები და ისაა და რა ვიცი ახლა იქ რუსიც იჯდა ალბათ უკრაინელიც იჯდა ამერიკელიც ქართველიც სხვებიც ესენი და იქ ქონიათ ერთი დუხუმპრუწუნი გამართული და ესე იგი ახლა რუსი შეიძლება არ იყოს ადამიანი მაგრამ რუსული იცოდეს ხო რამდენიც გინდა უფრო მეტმა იცის რუსული ვიდრე რუსეთის მოსახლეობაა საერთოდ და დგანან იქ წივიან კივიან იგინებიან ქართულად რუსულად ილანძღებიან მეგაფონით და ეს პოლიცია დგას ასე და სირებივით უყურებენ მანუჩარა შონიასთან ამაკ უეჭველი დასარეკ ჩევიცუცკოდ მანუჩარ ჩევიცუცკოდ შენ ერთ გამოყლებულებთან ლაპარაკში დროს არ ხარჯავ შენი წონა ნახე და იმას ელაპარაკე ხო მე საქმე არა მაქვს ახლა შენთან დავკარგო ახლა დრო შენაირი სირი კონა 20 კაპიკია აგერ იმას დემელოდე დაგირება ხო და მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა ბიჭო ესე იგი Facebook-ში დაწერილი ლანძღვაგინება და ცივილკივილი და ესე რა ქვია კომენტარი იქნება თუ პოსტი იქნება თუ რა იქნება დასჯადია ხო და მაშინ ღიად ქუჩაში როდესაც გამოდის ხალხი და პარდასოცხალს რო იგინება და ხუილოს იძახის და ფაშისტურ ლოზუნგებს იძახის ის არაფერია ხო კოცებო აი თქვენი სამართალი მოვტყან მე და თქვენი დედა შევეცი რა თქვენი კოცებიც კი გაკვირვებულები არიან და სხვათა შორის ბოლო დროს რაღაცა აუ შენ დედასაც შევეცი და შენზე კაის თქვენს მოვუტყან გამზდელი და ახვი ახლა აქედან არ გადამიკიდა ეს გამოსწირებული ხალხი იგას მასალე ადამიანებთან ლაპარაკი ხო და ესე იგი ხაიხსნათ ახლა კოცებსაც ტვინი და კოცებმა დაიწყეს სამართალზე ლაპარაკი მოვაშორო ერთი ეს დამსმელი მოტყუნები აქედან დაიწყეს კოცებმა სამართალზე ლაპარაკი რომ თურმე შესაძლებელია თურმე ქალის ცემაში მე კიდე ერთხელ ვამბობ რომ იმ ბიჭის თავისუფლების წინააღმდეგი არავარ და პირიქით ნახოთ არ მინდა რომ ციხეში იჯდეს უბრალოდ იქნება ესეთი პრეცედენტი რომ ესე იგი ქალის ცემა 5000 ჯარიმა გირაო ეგ პრობლემა არა იმიტომ რომ ხალხში არის ესეთი განწყობა და საქართველოს ციხეებში ესე იგი ახალგაზრდობა რომლებსაც ოჯახები დაუნგრიეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმიტომ რომ უთქმელი ოჯახი არ არსებობს გამორიცხული არა ოჯახში ცოლ-მაქმარმა რაღაცაზე არ იკამათოს და დღევანდელი პატიმრების 60% ციხეში ზის იმის გამო რომ ცოლმა ქმარ შეაგინა ქმარმა ცოლ შეაგინა იმან ამას ხმა უწია ამან ამას ხმა დაუწია და გამოტენილი არის ქართული ციხე ოჯახური ძალადობის მუხლით და ეს არის ვისი დამსახურება იცით ეს არის ქართული ოცნების დამსახურება დიახ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დროს იქნა მიღებული ბაია პატარაიას და გიგაურების და ამათი თამადობით ეს კანონი სადაც
ცოლ-ქმარს შორის მომხდარი ჭუბის გამო 3 წლიანი, 5 წლიანი, რა ვიცი ახლა 8-9 წლიანზე ზედმეტია ახლა ლაპარაკი მართლა თუ არის მკვლელი და მოძალადეთუა და სულს თუ ხდის, რა თუნდა მაგას ლაპარაკი, მაგრამ ერთი გადახრილი სიტყვა თუ არის ნათქვამი და ქალმა წავიდა და იჩივლა, ქართველი ახალგაზრდები გამოკეტილი არიან ციხეში. გამეცით ახლა პასუხი, გინდა ამ გამოსწირებული ვახოსანაიას კი ბატონო, წილოსანი ძუკნას დამსახურება ამ ტუჩებ გადადღლეზილი კუკლის, ნამდვილად, ამ სირქალას. გამეცით ახლა პასუხი ერთი თუ სანაირი სამართლიანი საქართველოს განცდა აქ საქართველოს მოსახლეობას. მე არ ვამბობ, რომ რაღაცა ის სამშობლოს ღალატისთვის და ტერიტორიული რღვევისთვის და 1000 უბედურებისთვის ჩადენილი დანაშაულებები რო იქნას გამოძიებული და კოჰაბიტაცია დამთავრდეს და რაღაცა 1000 სხვაჯერ გაყიდული, გადამოფორმებული. მე გაკითხებთ აი ელემენტარულ განცდას სამართლიანობისას. რა სამართლიანობის განცდა უნდა გქონდეს პატიმრების 60%-ს, რომლებმაც წამდა ქვეყანამ და მათმა ოჯახებმა ნახეს პირდაპირ ეთერში ცხვირპირს როგორ უნგრევს კაცი ქალს საქვეყნოდ და ის 5000 ლარიანი ჯარიმით შეიძლება გამოვიდეს გარეთ. კიდე ერთხელ ხას ვამბობ, საერთოდ არა ვარ წინააღმდეგი ის გარეთ იყოს კაცო. საერთოდ არა ვარ წინააღმდეგი. მაგრამ მე ვამბობ სამართლიანობის განცდას და ოჯახში მომხდარი გაუგებრობის გამო, როდესაც ქალმა ადგა და დარეკა და კაცები არის გამოკეტილი ციხეში წლობით და ეს წლობით გამოკეტილი ახალგაზრდობა ნიშნავს იმდენ დანგრეულ ოჯახს, იმიტომ რომ თავმოყვარი მამაკაცი უკან არ დაბრუნდება იმ ქალთან. დანგრეული ოჯახი კიდე ნიშნავს გაუბედურებულ შვილს. ხო? ასეა, იმიტომ რომ დედა რომ მამას დაუჭერს, არაფრის გამო შვილი ისდება და ისტრესება. ხო? 1000 უბედურება. აიღეთ აგერე თვალსდახელშვა იმას რა ქვია ვახუნხულასანაიას 14 დღით იჭერენო მის შეურაცხყოფის გამო და აი ეს გამოსწირებულები დარბიან ცივილკივილით Facebook-ში კი არა, თელ დედაქალაქს ესმის და თელ ქალაქს ესმის და თელ ტურისტებს ესმის, ამათი ლანძღვა, გინება, ცივილი, კივილი, სიბინძურე, ამათ 14 დღიანი არა, რომ 14 დღე მაინც დაისვენოს ყურებმა, ეგ არა. რას ქვია ეს? აი როგორი საქართველოს შექმენით კოცებმა? როგორი ქვეყანა აშენეთ თქვენი დედა შევეცი მე? ეს ომი გინდა ახლა შეკითხები რაღაცას და გეტყვის, აბა ომი გინდა? აბა მიშა გინდა? როგორი ქვეყანა არის? აი როგორი სამართლებრივი ქვეყანა არის? და დღეს მთელი ტელევიზიები ლაპარაკობენ, ვახოსანაია იყო დასაჭერი თუ არ იყო დასაჭერი. ვახოსანაია საერთოდ გარეთ რო აგდია, მადედა მოტყნული ქვეყნის მტერი. ეგენი სულ ყველა ქვეყნის მტრები არიან. ეს მთელი ეს ტელევიზიები, მთელი ეს ფორმულა, მთელი ეს ტv პირველი, მთელი ეს ბოზიშვილები, ესენი ჩვეულებრივად არის მტრის აგენტურა. მტრის აგენტურაა, ურიატივის უძახი მე მაგას. იმიტომ ეს არის კეზერაშვილის ჯიბის ტელევიზია, ქართული ჯარის ნაზარწვი ფულით ინახავს საქართველოში აგენტურას, რომელიც მუდმივ დაძაბულობას ქმნის და არეულობას ქმნის. ამათ ესეთი კოსმეტიკური სასჯელები და რაღაც როგორი ქვეყანა აშენეთ? კარგი, ხო იცით თქმა, რომ მე თურმე კაის ვერაფერს ვერ ვხედავ, მე თურმე ესე იგი არ შემიძლია დავინახო ესე იგი 14 წლის მანძილზე ის სასიკეთო ცვლილებები, რა ვიცი, ვინ ხედავს ერთი კანონი დამისახელეთ, რომელი კანონის თანახმადაც საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე იგრძნო სახელმწიფოს მუშაობა მოქალაქის კეთილდღეობისთვის. რა ვიცი, მე ვერავინ მახსენებს ესეთ კანონს, როდესაც ამ კითხვას ვსვამ. გამაუბედურებელს, დასაჯარიმებელს, ციხეში ამოსახდელს, დასაჭერს, Facebook-ით დაწყებული, ცხოვრებით დამთავრებული, რამდენსაც გინდათ იმდენ ჩამოგითვლით. რამდენსაც გინდათ. ხო, ამიტომ ამ დედამოტყნულ ხოცებს მიმართავ, ბიჭო, რა თავს გვამადლით ერთი? რა თავს გვამადლით? ნორმალური ხალხი მართლა ვხედავთ როგორ ქვეყანაში ცხოვრობს საზოგადოება. როგორი სამართლის მოწყობის ქვეყანა არის საზოგადოება, აი უკვე ეს დიდი ხანია აქმადი არის. ისევე როგორც გაუგებარი არის ქართული ოცნების ძაღლის სახში არ ვარ გოდაო, სანადიროდ გარბოდაო, ამაზეა თქვამი, აი საგარეო პოლიტიკაო და აი დამოუკიდებლობაო და აი სუვერენიტეტიო და რაღაცას რო იძახიან. ეს საერთოდ ნონსენსია, ეს საერთოდ სენსაცია არის, იმიტომ რომ
რო გითხოთ არის შიგ ევროპისკენ მიდიან, შიგ ევროკავშირში არიან, თავი უნდა შეყონ და ახლა სინგაპურში ყოფილა წასული, დღე-დაღამი აზიაში ყრილ არიან. მე გამახსენდა რა მართალი ყოფილა მიშა. აი, სუფთა მიშები არიან ესენი. იმიტომ გახსოვთ თქვენ მიშა როდის იძახოდა სინგაპურს? გახსოვთ თქვენ მიშას როდის უნდოდა საქართველოს სინგაპურიზაცია? გახსოვთ თქვენ მიშას რო ქონდა ის კურსი არჩეული ამათმო რო გადაუხვიეს, ნელ-ნელა ბრუნდებიან მიშას გზაზე. და ეხლა გარბიან სინგაპურში და წარმოიდგინეთ რამდენი ხნის წინ ჩვენ რომ მიშას გზით გვეარა და სინგაპურში გვევლო, აი ეხლა ვიქნებოდით ჩვენ უკვე სინგაპურივით. ეს საერთოდ რაში ჯდება? გარბიან კისრისთეხით აზიაში და გამოდიან და აქ ელაპარაკებიან ხალხს, რომ ვახოსანაეო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც არის ესეთი. არ არსებობს სფერო, ამათ კონდეთ რაიმე დალაგებული. ეს არის უბრალოდ მედროვეების, ნაბიჭვარი მედროვეების ქვეყანა, რომელ ნაბიჭვარ მედროვეებსაც უბრალოდ საკუთარი სკამის, საკუთარი ფულის, საკუთარი ოჯახის, საკუთარი კეთილდღეობა უნდათ. აი ახლა გაგანია მუშაობა მიდის, აგერ გულანთებული ალტინფოს მხარდამჭერი იყო ქალბატონი ხათუნა, ჩვენ ძველიც მაგაცები ვართ აქ Facebook-ზე და კითხე, მაგრამ რაღაცა გამექცა იმათ, რა ქვია, პასუხიდან. შენ კითხეო, მე რატო? აი, დააკვირდით ხალხო ერთ ელემენტარულ რაღაცას. ახლა იქაც ეგრეთ წოდებულ კონსერვატიულ ფლანგზე მე მათზე არ ვსაუბრობ, არ მაინტერესებს მე არც მაგათი პოლიტიკური, არც წარსული, არც აწყო და არც მომავალი, ჩემთვის დიდი ხანი არის ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი გარკვეული არის და ეს ყველაფერი არაფერს ახლოს არ წარმოადგენს, მაგრამ რა ვიცი, მაგათ პარტიაში მომხდარი არეულობა რამ გამოიწვია? მაგათ პარტიაში არეულობა გამოიწვია იმან, რომ არის ასეთი პროექტი უშიშროებიდან დაწერილი და არსებობს ამის მოსინჯვა, გონების მოსინჯვა, რომ საქართველოში აქ ბრძანდებით, ძალიან კარგი ქალბატონო ხათუნა, თქვენ ხო ხედავთ, მე განსაკუთრებით მიყვარხართ, არ მავიწყდებით. არსებობს ესეთი პროექტი, რომელი პროექტიც შეეხება საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შექმნას. და დაწყებულია ამ ხრივაც მუშაობა, არ ვიცი ახლა ქალბატონი ხათუნა არის თუ არა ისევ იმ პარტიაში, მაგრამ ყოფილი თანაპარტიელები აგერ პატრიარქთან, ბრძენთან, ჭვიანთან, უწმინდესთან და უნიტარესთან იყვნენ მისულები და ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ესა რა ქვია, კონსტიტუციური მონარქია უნდა აღდგეს თურმე. კონსტიტუციური მონარქია არასდროს ყოფილა საქართველოში და აღდგენაზე ზედმეტია საუბარი, ხო? ის როგორ აღდგება ის, რაც არ ყოფილა. სისულელი ამაზე ლაპარაკი, ხო? შეიძლება აღდგეს ის, რაც იყო. ხო? ამიტომ აქ ეს თავშივე ბრიყული გამოთქმა ჩამოგიტანს უნამოს თქვა კაცო, მაგრამ შენ რატო არ მიიტანე ეს მოსკოვში რო იყავი სტალინის საფლავთან ყვავილები ჩემი ხათრით და რატო არ გადაიღეს სელფი და რატო არ მომაწოდე? ხო გითხრა, ხო შეგეძლო, დაგენანა? მე ჩამოგიტან როცა ჩამოვალს უნამოს, არაა პრობლემა. ხო და მე მაინტერესებს ახლა ამ ხალხის ტვინის ამრევები. ვინა ბაიკო არ ვიცი ჯიგარო. ხო, ანუ ახლა დააკვირდით კოცებს თქვენ, კოცები ედებიან ყველაფერს და კოცებისთვის არის იდეალური რა? კოცებისთვის არის იდეალური ვინა ბაიკო, ვინ, მე რა ვიცი ვინა ბაიკო. დამიწერეთ ვიზე მეუნებით თქვენ, კაი ხალხო. ხო და აი კოცებს უნდათ ესეთი რაღაცა. კოცებს უნდათ კონდეთ აი ესეთი სახელმწიფო, როგორიც არის აზერბაიჯანში, როგორიც არის უზბეკეთში, როგორიც არის იმაში რა ქვია
სინგაპურში, ანუ დიქტატორული სახელმწიფოები არ ვიცი შემოგევლე ვინაა გენერალი ბაიკო აზი არა ვარ ვიზე მეუბნები და განმიმარტეთ ერთ ვიზე მეკითხებით და გაგცემთ პასუხს არ ვიცი ვიზე მეკითხებით აზი არა ვარ და მოკლედ პატარაია თუ რა ვიცი მინჯანდაბა კაი ნუ გადამიყვანეთ იმიდან ოკეი თემიდან მე უბრუნდები და ვიგლახავთ ერთად მოკლედ კოცებს აქვთ ესეთი სურვილი ეს კოცური ბიოლოგიური ნაგავი რომელიც ბიოლოგიური ნაგავის პოლიტიკური ელიტად იქნა ჩამოყალიბებული საქართველოში უნდა იქნას რამენაირად შენახული ესენი უნდა იყვნენ მუდმივები საქართველოში სხვა არავინ და არაფერი არ უნდა გამოჩნდეს მათ უნდა კონდეთ ფორმალურად რაღაცა ევროპისკენ მიმავალი გზა ევროპული ესე რომ ვთქვათ ქვეყანა უნდა იყოს და მართლობის სტილი უნდა კონდეთ როგორი მართლობის სტილის სინამდვილეში გააჩნიათ თურქმენეთს აზერბაიჯანს უზბეკეთს იმას რა ქვია სინგაპურს და ასე შემდეგ რა იმიტომ რომ ამ ხალხს მონებს არ შეუძლიათ ააშენონ თავისუფალი სახელმწიფო და არ შეიძლება მონამ ააშენოს თავისუფალი საზოგადოება ეს გამორიცხულია თავისუფალ საზოგადოებაში კიდე რა შედის ეს ცალკე საკითხავია ეს ცალკე საკითხავი არის ამაზე ზედმეტი არის საუბარი და ყველაზე მეტად ჰარმონიულად ამ ყველაფერს ეწყობა კონსტიტუციური მონარქიის ფორმა რომელიც არის ჩვენი უწმინდესიდან და უნეტარესიდან შიო მესამიდან კურთხეული, დალოცვილი და გამოტანილი სამსჯელოზე. თუ ნახავს საქართველოში, რომელსაც ბატონი ზურა და ესა რა ქვია მურგოშია და კიდე ბარეორი ხარს დაუჭერს სამომავლოდ, ალბათ ამ ბაზაზე ახალი პარტია შეიქმნება კიდე სამომავლოდ, არ ვიცი, ხათუნას ყოფილი თანაგუნდელები, ყოფილი თანამებრძოლები, ხო ყოფილი ვარ, ხათუ მართალის რასაც გეუნებოდი. და საქართველოში იქნება აი ესეთი მართლობის სტილი. და დიდი ალბათობით აი ამ კონსტიტუციურ მონარქიაში იქნება ბიზნეს ოჯახის წევრები, იქნება ვიღაცა ბაგრატიონზე დაქორწინებული და ეს მიიღებს აი ესეთ ფორმას. ანუ ცვლილებები ჩვენ თვალწინა გვაქვს და ამ ჩვენ შიგ ევროპაში გამოზრდილი სოროსელებმა, რომლებმაც გაიგეს ძალაუფლების ფასი, ძალაუფლების გემო და რომლებიც მოჯდნენ ბიზნეს თამადობით იმაზე რა ქვია სახელმწიფო თანამდებობებზე, მათ უკვე ცოცხალი თავით არ უნდათ დათმონ ყველაფერი და ყველაფერს გააკეთებენ სამომავლოდ იმისთვის, რომ საქართველოს დაემგვანოს, სხვა შორის მიშასაც ასე ქონდა ეს ყველაფერი ჩაფიქრებული, არაფერი ახალი არ იქნება, მიშა იქნებოდა პრეზიდენტი ორჯერ, მერე იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, ნაცმოძრაობა იქნებოდა სათავეში, იქნებოდა ფორმალური პრეზიდენტი, ქოცებმა აიღეს აბსოლუტურად ყველაფერი აიღეს, ცოტა კორექტირება გაუკეთეს ამ სისტემას, მათთვის უკეთესად მისაღები რომ ყოფილიყო, იქამდე პრეზიდენტის დანიშვნა, სისულელია იმაზე ლაპარაკი, რომ არჩევა და არქვა პრეზიდენტს, ეს ხმოსნები და ფრთოსნები და ისე როგორც საქართველოში პრეზიდენტს ირჩევენ, ეს სამარცხვინოა საერთოდ და აი ეს გაბატონებული ურიული კლასი საქართველოში, რომელიც წარმოადგენს რეალურად ფინანსურ და ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ელიტას, გამართავს ამ ქვეყანას უახლესი, რა ვიცი, 50, 70 თუ რა ვიცი, რამდენი წლის მანძილზე ღმერთმა იცის, რამდენი აქვს ამათ დაგეგმილი. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. კი ბატონო, ცოტნე იქნება, ამ ბერა იქნება. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. რაც თქვენ საქართველოს და ქართველ ერს გაუკეთეთ, რაც გაუკეთეთ საქართველოს და ქართველ ერს, არ ვიცი, თავის დროზე ეს შაჰაბაზს არ გაუკეთებია და თავის დროზე თემურლენგს და მურმანყრუს არ გაუკეთებია ის რასაც კოცები და ნაცები საქართველოს და ქართველებს უკეთებთ, მაგრამ როგორც სააკაშვილს ჰქონდა ნატრვა და სურვილი და დაუმთავრდა ცუდად, მე მაინც ვალდებული ვარ გითხრათ.
თქვენც აი ესე ცუდად დაგიმთავრდებათ მაგი ერთ დღეს. მართალია თქვენ და სააკაშვილი ერთი ბანდა იყავით და ამიტომ გადაარჩინეთ სააკაშვილი და გემრიელათა იქ წამოწოლილი მხართ ეზოზე კიდე ზოგიერთები იქ ვიوامედში მიყავთ და მოყავთ და მოახდინა რეჟიმა ტრანსფორმაცია, მაგრამ არ ამგონია მეორედ მოხდეს რეჟიმის ტრანსფორმაცია. არ ამგონია, იმიტომ რომ თუ ქართველი ერი დარჩა საქართველოში და თქვენ დააპირეთ ესეთი ცვლილებები, როგორც ცვლილებებსაც გეგმავთ, ნორმალური ქართველები ნაცებს და კოცებს ორივეს ერთად შეკრიან და ცოცხლად დაგწვავენ. ამით დაისვენებს ქართველი ერი. ამით დაისვენებს ქართველი ერი და დასრულდება საქართველოს ისტორიაში ნახდათ პოლიტიკური ჟამიანობის პერიოდი. ნამდვილად დასრულდება და სხვათა შორის ზედ მიგაყოლებთ იმ შიოსაც, ზედ მიგაყოლებთ იმ ჯაღმაიძესაც, ეს მღვდელებზე და ეს ვენებს რო იჭრით აგერ ხათუნა და მისი ძმა კაცები საპატრიარქო ზედ მიგაყოლებენ. ეგეთი სამარცხვინო სასულიერო პირები დღეს რო არიან საქართველოში, ასეთი სამარცხვინო სასულიერო პირები საქართველოს ისტორიაში ყოფილა. გაგიმარჯოს ღმერთო ვლადიმერ. ყოფილა საქართველოს ისტორიაში. თქვენ გონიათ რომ ეს დღეს გამოძრა ჯაღმაიძე და დღეს გამოძრენ ესენი რა ქვია შიო და ის ხედრიონელი როადეს იყვნენ ყოფილან ესეთი სასულიერო პირები საქართველოს ისტორიაში და ბლომად ყოფილან ეგეთი სასულიერო პირები, რომელიც სასულიერო პირებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები ტყვეთა ვაჭრობაში. დიახ, უამრავი სასულიერო პირი იყო ტყვეთა ვაჭრობაში ჩაბმული. დიახ, უამრავი სასულიერო პირი პატარა ქართველ ახალგაზრდებს, არა მარტო პატარებს და დიდებს. წაიკითხეთ. ჟან შარდენის ჩანაწერები, წაიკითხეთ, არაქანჯელო ლამბერტის ჩანაწერები, კასტილის ჩანაწერები წაიკითხეთ. შუა საუკუნეების საქართველოზე. რას წერს ამ სასულიერო პირებზე? რას წერენ, რას ლაპარაკობენ, რა ვითარება იყო მაშინდელ საქართველოში? დიახ, ისინი სასულიერო პირები იყვნენ. სოლომონ პირველმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველო გაენთავისუფლებია ტყვეთა ვაჭრობიდან და შეეწყვიტა ეს მოღალატეობრივი 12,000 დაახლოებით ესე რამდენი ხანი გაგრძელდა იქ ყველაფერი რა. დაახლოებით 250 წელი მაინც გაგრძელდა ტყვეთა ვაჭრობა საქართველოში. ყოველწლიურად დააკვირდით რიცხვებს, ყოველწლიურად საქართველოდან ოსმალებს გაყავდათ მარტო ოსმალებს 12,000 ტყვე. 12,000 ტყვე მონა. პატარები, დიდები არ აქვს მნიშვნელობა. ყველა მიდიოდა. ისეთი დამპალი დროება იდგა საქართველოში, შვილი დედას ყიდდა, ქმარი ცოლს ყიდდა, დედა შვილს ყიდდა. არის ეს ჩვენი სამარცხვინო ისტორია არის. დიახ, სამარცხვინო, მაგრამ უნდა ვიცოდეთ. და როდესაც სოლომონ პირველმა მოინდომა ამ ყველაფრის აკვეთა და რომელმაც ფიცის კაცები შემოიკრიბა, ჯანსაღი საზოგადოება შემოიკრიბა და ბრძოლა დაიწყო საქართველოს განთავისუფლებისთვის. საკუთარი დედა აუჯანყდა. აბაშიძე იყო გვარად, რაჭის ერისთავების ლევან აბაშიძის და, რომელიც ასევე ტყვეთა ვაჭრობაში იყო. საკუთარი შვილი აუჯანყდა. აღარაფერს ვამბობ მე იქ ცალკეულ დიდებულებებზე და მთავრებზე და გურიის და სამეგრელოს მთავრებზე და ამაზე, რომლებიც ორივე თათებით იყვნენ ჩაბმული ამ ტყვეთა ვაჭრობაში. აღარაფერს ვამბობ მე სხვა რიგით ესე რომ ვთქვათ, არ ვიცი, კონტრაბანდისტებზე თუ ხალხზე, რომლებიც ქართველის გაყიდვით მდიდრდებოდა. ეს კიდე გასაგებია, ხო? ეს ხალხი, ადამიანები ბოროტები არიან ამ სიბინძურეში ჩაბმულები, მოქმედებენ ამ ყველაფერში თავისთავად და დანაშაულებრივი სამყაროა, მაგრამ საინტერესო რაშია იცით ხალხო? მაშინდელი აფხაზეთის კათალიკოსი და მის მღვდლები, რომელი მღვდლებიც იყვნენ ასევე ჩართულები აფხაზებთან ერთად, ჩერქეზებთან ერთად ქართველი ახალგაზრდების გაყიდვაში და ქართველი მონებით ვაჭრობაში გამოვიდნენ და მეფეს აუჯანყდნენ და მეფე დაწყევლეს. მეფე დაწყევლა მაშინ აფხაზეთის კათალიკოსმა. ლუკმა გამოგვიგდეო პირიდანო, რომ ტყვეთა გაყიდვა აკრძალეს საქართველოში. აი ასეთი კათალიკოსების, ასეთი მღვდლების, ასეთი
მთავრების ასეთი თავადების პირდაპირი შთამომავლები არიან დღეს. აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა. აი არაფერი არ შეცვლილა საერთოდ. ეს ისტორიაში ჩვენ ამაზე რა ვიცი რამდენი ბლოგიც არ უნდა გააკეთო, რამდენი რამეც არ უნდა ქნა, მაინც შეზღუდული არის, ხო? აი შეზღუდულია ეგ ყველაფერი და მაინც რაღაც ნაწილი ნახულობს, რაღაც ნაწილს გაზიარება ეზარება, რაღაც ნაწილს მოწონება ეზარება, ანუ 1000 ისაა, ხო? მიზეზი არის იმისი, რომ ნახავს ალბათ ერთგული აუდიტორია სადღაც 10000 ნახვა იქნება და გაივლის შემდეგ რა დარჩება ეს ყველაფერი იმათ, რომ სისტემურად ამას არავინ არ ასწავლის. რატო უნდა ასწავლონ ახლა სისტემურად რო ასწავლონ მაშინდელ სასულიერო პირებში, მაშინდელ თავადებში, მაშინდელ აზნაურებში, მაშინდელ კონტრაბანდისტებში და იმაში დაინახავთ, რომლებიც ქართველიერით და ქართველი ადამიანებით ვაჭრობდნენ და მათ შორის იმ ადამიანებით, ვინც შვილს ყიდდა და ვინც დედას ყიდდა და ვინც ცოლი ქმარს ყიდდა და უამრავი შემთხვევა იყო ამის. თქვენ დაინახავთ იმ მოვაჭრეებს, რომელი მოვაჭრეებიც ახლა არიან ქართული მიწის მოვაჭრეები. რომლებიც ქართული მიწას ყიდიან. აი ახლა მაგალითად წინა ვიდეო დავდევი ვინც ნახა ჩემს გვერდზე, სადაც თემო ბოკილავაძემ აღმოაჩინა გრძანისის ტყეპარკში, რომელიც გაყიდული არის, არაბებზე და იქ არაბული ქალაქი უნდა აშენდეს, მიტოვებული დანგრეული ეკლესია, რომელიც ასევე გაყიდული არის. ვინ გაყიდა ეს ტყეპარკი? გაყიდა საპატრიარქო. არის იქ ეკლესია და უბრალოდ აღდგენა უნდა იმას და მონახა ამ ბიჭმა იარა ამ ტყეპარკში და მონახა ეს მიტოვებული ეკლესია, რომლის აგერა 26 ივნის დასუფთავების და რაცა ხელი შეავლონ იქნება აქცია იგეგმება. ვისაც გაქვთ სურვილი, ვისაც გული გაქვთ ქართული, ვისაც ღმერთი გწამს და ვინც ქრისტიანები ხართ, მებრძანდით. მე მოიძია ეს ყველაფერი და აღმოჩნდა ეს ყველაფერი, რომ თურმე ეს არის, რა ქვია, თავის დროზე ყოფილა ამ ეკლესიის აღდგენის ბრძანება გაცემული, თვითონ ამათ რო კითხო რომ პატრიარქზე რო გიждდებიან და მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და მე გიждდები ჩემ პატრიარქზე და ვინ ჩემ პატრიარქზე რამე სიტყვა ალტიმფოელები რო იყვნენ ესეთი გიჟები რო არიან რო კითხო და საქმეზე რო მიდგება არ ვიცი მე ეს ტამპლიერები სათქრებიან ყოფილა ილია მეორის ბრძანება ამის აღდგენასთან დაკავშირებით იქეთ მაგრამ აღარავის აღარ გახსენებია არც სააკაშვილის დროს და რა თქმა უნდა აგერა ბიძინას დროს ახლა გაიყიდა ის ეკლესია რომ თავისთავად ტყეპარკთან ერთად და იქ უნდა გასწორდეს საბოლოოდ და იქ უნდა აშენდეს არაბული ქალაქი. სამაგეროდ რაში აიცი საქმე აი ესეთი ვირთხები, რომელი ვირთხებიც აგერა მე კომენტარებში მიწერენ, არის ეს ვიდეო ისაც გნევად შეგიძლიათ ნახოთ. აი აქ პირდაპირ წერენ ეს კოცები თუ კოცი ვაშკაცები თან ეს დიდგორისის რო აქ რა ქვია დადებული რომ ეს ყველაფერი არის თურმე დაფინანსებული ვიდეო რომ თურმე ეს იყოს პროვოკაცია და ეს პოლიტიკური ის არის. დღეს კიდე იქნება ერთი ვიდეო საღამოს თბილისის დროით 9 საათზე იქნება ჩემი YouTube-ის არხზე დადებული, სადაც ამ ტაძრიდან, სადაც შალვა მაღრაძე, ჩემი უფროსი მეგობარიც არის და საუბრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით და ყველას მოგიწოდებთ რომ ნახოთ. მაგრამ მე ერთი რაღაცა მაქვს ესეთი შეხედულება მაქვს რომ ეს არაფერ გავლენას არ მოახდენს საზოგადოებაზე, რომელსაც რო კითხო ღმერთი წამს, რომელსაც რო კითხო რომ პატრიარქი ძალიან უყვარდა და მის გასვენებაში იყო მისული, მაგრამ პატრიარქის ნათქვამის სიტყვები ის რაც არის ქვეყნისთვის დადებითი და რაც არის კარგი ის საჭირო მომენტებში არავის არ ახსოვს ის გინდა ის LGBT კანონები იყოს გინდა მიწის გაყიდვა იყოს და გინდა ასე იყოს შემოვლიან და გეტყვიან რომ ეს არის თურმე პროვოკაცია და ეს არის თურმე აი ესეთი ქრისტიანებით გაივსოს საქართველო. ამიტომ ძალიან მძიმე პერიოდი დგება, ეს არის დამსახურებული მძიმე პერიოდი ქართული საზოგადოებისთვის, ქართველი ერისთვის. საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი იქნება. არ ვიცი, ან გადავიტანთ ამ ყველაფერს და ამ ყველაფრის გადატანა იქნება რომ ის კი არა რომ ომი არა გვაქვს ქვეყანაში და ღმერთმა დალოცოს ბიძინა და ის კი არა ერთად მოვიშორებთ ნაცებს და ქოცებს
აი ცოცხლად დავწვავთ ამათ პოლიტიკას და ამათ პარტიას და ამ εμას საერთოდ გავაყოლებთ წარსულს ანდა მე გეუბნებით რომ არაფერი არ ჭირდება საქართველოს ჭირდება დაახლოებით 15 წელიწადი ამ 15 წელიწადში საქართველოს ათვისება მოხდება არაბული, ინდური, ებრაული და სხვა რჯულის ადამიანების მიერ, ირანელების მიერ, პაკისტანელების მიერ, ჩინელების მიერ და ის რაც საქართველოში არის გათვლილი გეგმა რომ იყოს დარჩენილი ზოგი გათვლებით 600,000 სისულელი არავინ 600,000 ქართველს არ დატოვებს საქართველოში უნდა დარჩეს 250,000 ქართველი ეს იქნება სერვისის ერი ეს იქნება სერვისული მომსახურეობის ხალხი რომლებსაც შეეძლებათ ხაჭაპურის გამოწყობა ხინკლის გაკეთება და ცეკვების შესრულება ჩამოსული სტუმრებისთვის საქართველოს სრულად იქნება გადაბარებული ებრაულ, არაბულ, სპარსულ, რა ვიცი, ინდურ და ჩინურ ენაზე რა ქვია. რჯულის ხალხზე. აი ამ შედეგს მოიტანს. დღეს იქნება მეორე ვიდეოც, აუცილებლად ნახეთ 9 საათზე იქნება ეს ვიდეო დადებული ჩემს YouTube არხზე. ამიტომ მე ერთი რაღაცის თქმა მინდა. გამოფხიზლდით. აი რო იზახოდით შეთქმულების თეორიები, აბა ამის აგჯერა, აბა იმის გჯერა, აბა ქართველობას კარგად მე თქვენ გეკითხებით. აი უფრო შედარებით თუნდაც აი ჩემ თაობას და ცოტა უფროს თაობას. აბა ერთი გამახსენეთ ის რაც არ ახდა, რასაც ლაპარაკობდნენ 90-იან წლებში. გეკითხებით. ინად 2000-იანების დასაწყისში. ახდა თუ არ ახდა საქართველოს დაცლა. ახდა თუ არა ქართველიერის მენტალური გადაგვარება. ახდა თუ არა საქართველოს უცხოტომელების ჩამოსახლება და საქართველოს როგორც ქვეყნის, როგორც ერის და როგორც ეთნოჯგუფის ჩანაცვლება და განადგურება. ამას ხო ეძახდით თქვენ რომ ეს შეთქმულების თეორია იყო და თურმე ზვიად თურმე მოლანდებები ქონდა და თურმე ესე იყო. ყველაფერი ახდა. და ეს იმიტომ კი არ ახდა რომ ისინი იყვნენ ძლიერები ვინც ამ გეგმას წერენ და აკეთებენ ისინი არ არიან ძლიერები შეიძლება ისინი ძლიერი არიან იმაში რომ ფული აქვთ ანალიტიკა აქვთ გეგმა აქვთ როგორ დაამუშავონ და გაანადგურონ ქართველიერი ამაში კი მაგრამ საქმეში ვერ არიან ისე ძლიერები ეს ყველაფერი გააკეთეს მოღალატე ქართველების ხელით ეს გააკეთეს შევარდნაძის ხელით ეს გააკეთეს სააკოვის ხელით ამას აკეთებენ ბიძინა ივანაშვილის რომელიც სიმართლე არც ერთი არაა ქართველი ახლა შევარდნაძე იყო სოკოლოვი, წარმოშობით ურია, სააკაშვილი იყო სომეხი, ეს არის კიდე ურია და მომჯდარი არის ქვეყანაზე ეს უცხო ჯიშის ხალხი, ვინც იყო ქართველი კაცი, ვის ვერ აიტანის 6 თვით და მიდის გეგმა უქართველო საქართველოს შესახებ და ქართველები დარეულები არიან აგერ იმაზე რა ქვია, ვიღაცამ გადმოაშარდაო სასტუმროდანო, ვიღაცამო ისქნაო, აგერ სანაია დაიჭირესო, აბაო იმის რა ქვია და აი დემოკრატიის და ამის პრობლემა არის. აი ესა შემოკარგება. არ გვინდა ჩვენ ამის დანახვა. თუ არა ეს დიდი ხნის უკან იყო ნათელი რომ ასე ხდებოდა. არ გვინდა, რატო არ გვინდა, იცი? იმდენად ფულზეა დამწარებული დღევანდელ საქართველოში ხალხი. ბიძინა ივანაშვილი რო აძლევს ფულს და თუნდაც დამლაგებლის სამუშაოზე ამუშავებს, ღირსება, თავმოყარეობა და ეროვნული თვითშეგნება დავიწყებული აქვს. ქოცია იგი. და პარტიას როგორც უნდა, ისე უნდა მოიქცეს. ისე კი არ უნდა მოიქცეს, როგორც სამშობლოს ჭირდება. პარტიას როგორც ჭირდება, ისე უნდა მოიქცეს და პარტია ისე უნდა მოიქცეს, როგორც ზემოთ მოღალატეები დაუწერენ. და უწერენ ზემოთ გეგმა გაწერილია საქართველოს განადგურების, გადაშენების, გაქრობის და ეს კაცი არც მალავს ამ ყველაფერს. აი ნაციც და ქოციც ეს ერთი სისტემაა და სოროსიც და ივანაშვილიც ორივე ერთად არიან ქართველი ერის გენოციდში ჩაბმული. მათ თავისი ინტერესები აქვთ აქ. თავისი ინტერესები აქვთ საქართველოში, რომ თავისი ინტერესები გატარდეს. მეტი ფული იშოვონ, ძირითადი ინტერესი მაგათი რა არის? ფული და უსაფრთხოება, ძალაუფლება, იმიტომ რომ ძალაუფლებით უსაფრთხოებას ინარჩუნებენ. დანარჩენი ამათ არ აინტერესებთ. დანარჩენი არ აინტერესებთ. ეს ყველანაირი ციფრები, ნომერ პირველები ვართ თურმე, აი არ ვიცი. მე გაუბნებით, რომ მიშა ცოცხალია და
მიშას პოლიტიკური გვამი არა, მიშა პოლიტიკურად ცოცხალია. რუსთავიორის ცოცხალია. ის რუსთავიორია, ამან გაასწრო კიდეც, რაც იყო მიშას დროინდელი 2012 წლიანი ესა რა ქვია, რუსთავიორი და ნახეთ რას წერს, რომ თურმე საქართველოს ანალიტიკურმა საბჭომ თურმე თავისუფლების და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსში გამოაქვეყნა და საქართველოს ყოფილა პირველ ადგილზე მსოფლიოში ხალხო. ამას ამბობს ამხელა ტელევიზია, ამხელა არხი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულების არხი და ხალხს ამის ჯერა, ამის იმედი აქვს, რომ თურმე ეს დღეს შეიძლება ისე ვერა ვართ, მაგრამ ხვალ ვიქნებით, ვერ იქნებით, ქართველები ვერ იქნებით. გამორიცხულია ეს. ისე ვერ იქნებით ქართველები როგორც მიშამ, რომ შეგვპირდათ, როგორც შევარდნაძემ რომ შეგვპირდათ და არაფერი რო არ მოხდა და ელოდებოდით 100. ის რასაც პატრიარქზე ბოდოები გქონდათ, ბოლოჟამის პატრიარქი და მთებში წავალთ და მეორეთ მოსვლა მოვა და ჩვენი პატრიარქი სანამ ცოცხალი იქნება, მანამდე არაფერი შეცვლა. გეკითხებით რომელი ერთი აგიხდათ? რასაც ხედავ ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანის ვისიც სიტყვები ახდა, ეს იყო ზვიად გამსახურდია. მისი სიტყვები ახდა, მისი პროგნოზი ახდა წერტილმძიმით. და საუბედუროდ არ დარჩენილა ჯერჯერობით პრაქტიკულად მუხლი, რომელი მუხლიც არ შესრულდა. უბრალოდ ქართველი ვარ და იმედი მაქვს და მინდა მჯეროდეს რომ ამდენი რამის დამნახავი ცხონებული ზვიად გამსახურდია, იმასაც ხედავ და რასაც ამბობდა რომ ქართველი ერის გზა, ქრისტეს გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისაო და არც ალბათ ოდესღაც შეიძლება დაადგეს აღდგომა, ახლა ის დიდი ქართველი იყო და იცოდა საქართველოს ისტორიაც იცოდა, ქართველების ფენომენიც იცოდა, ხასიათიც იცოდა და შეეძლო შორს გახედვა. მე არ ვიცი ახლა განძრიე ხელი და გეშველება ხელს როცა არავინ არ ანძრევს, რა ვიცი ახლა დღევანდელი ქართველობისთვის რო შეხედა ზვიად გამსახურდიას, რა ვიცი ალბათ სამომავლოდ გარდაუვალი აღდგომისა თუ ექნებოდა ეს პროგნოზი, არ ვიცი, მაგრამ ალბათ შეიძლება ექნებოდა, ან შეიძლება უბრალოდ მე მინდა რომ ჯეროდეს. ხო და აი მორჩა, დამთავრდა. ყველამ ლანძღავდა, ყველამ აგინებდა, ყველამ წყევლიდა, რას ქვია შენ არავინ არ მოგწონს, შენ არავინ ასეა. თქვენ ვინც მოგწონთ რა გაუგეთა ქვეყანას. კი ბატონო, სიმართლე რო თქვა, იმიტომ ვერ აიტანის. ხო და ჯერ კიდე არსებობს დრო. ჯერ კიდე არსებობს მომენტი. თუ სადმე არის ქართული მუხტი დარჩენილი, ეს უნდა გამოფხიზლდეს და უნდა გადარჩეს ქართველიერი. თუ ამას ქართველიერი ვერანაირად ვერ მოეგება აზრზე და იქნება ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის და ამათ დაბოლებულში და შიო მესამის დაბოლებულში იქ იმის რა ქვია რა ვიცი მე ჯაღმაიძის და 1000 მობოდიალების მე გეუბნებით რომ ქართული ენაც არ დარჩება საქართველოში. ხო ქართველებმა მოკლა ზვიადი, ჭყალები მძიმე და ჩვენ ამას წერს David Mebes. ესეთი გვერდების ავტორები, ესეთი ანონიმური გვერდების ავტორები, რომლებსაც ესეთი რაღაც ინგლისური სათაურები რო გქვიათ და ვითომ ქართველობაზე რო გული შეგტკივათ, მე ძალიან კარგად ვიცით ვინ ახართ. არ ვიცი, შენ ახლა კონკრეტულად ვინ ხარ, სახელს და გვარს ვერ გეტყვი, მაგრამ სახელ და გვარ გადაკეთებული ქართველები რო გამოდიან და იძახიან რა ჩათლახები ვართ ქართველებიო, აი ამ ჯიშის ახლა ძირითადად ებრაელები ხართ. ურიები ხართ ძირითადად, სახელი და გვარი რო გაქვთ შესრულილი და გამოდიხართ და იძახით რომ აი ჩვენ მოვკალით, ჩვენ ვართ ეს, ჩვენ ვართ ის. არა. ქართველების ხელით შეიძლება მოკლეს. ქართველებს არ მოუკლია არავინ. არა. მაგრამ ქართველების ხელით, მოღალატე ქართველების ხელით ილიაც მოკლეს, მერაბიც მოკლეს, ზვიადიც მოკლეს. ესეც რა ქვია, შარტავაც მოკლეს და ისა შარაძეც მოკლეს და სხვაებიც. ხო. არ გვინდა ეს
დეივენსებით და ამგენი ჭკუის სწავლება იქ შევბრძანდი და იქ ასწავლე თქვენს არ ვიცი სახელი არა გვარი არა მაგი და სურათი რეალური არ გიდევს და არავარ ანონიმიო მეუბნები და რა ვიცი რაც უდი ვართ ქართველები ამაში კი მეთანხმები და სხვა რამეში არა მოგიღია ხმა და რა ვიცი ეგეთი ბევრი შემხედრია სოციალურ ქსელში გვარდა სახელშეცვლილი ქართველები რომლებიც ასე იქცევიან ჩვენი ბრალია თქვა ბიჭო დებილი ხარ აბა ვინ მოკლა მე ახლა დებილი არ მიკადრებია შენთვის მაგრამ დებილი მე არა ვარ და შენ ხარ პროვოკატორი ზვიადგამსახურდია არ მოუკლია ქართველობას მოღალატე ქართველების ხელით მოკლეს მაგრამ ვინ მოკლა და ვინ მოკლა იმ ებრაელებმა და მოკლა იმ გლობალისტურმა ძალამ რომელმა გლობალისტურმა ძალამაც მოთხოვა ზვიადგამსახურდიას პირდაპირ მიწის გაყიდვა, ქარხნების დაშლა და განიავება და ეროვნების და მამის სახელის ამოღება პასპორტიდან. ამათმა მოკლა. ხო არა არ მოუკლია ზვიადგამსახურდია ქართველ ერს. მოღალატე 2 და 3 ყველა ერში მოიძებნება და მოკლავს. ამერიკაში ეგერ 4 პრეზიდენტი ყავთ მოკლული. ხო. ესე ყველაფერში ერის დადანაშაულება არასწორია. და ვინ მოკლა ზვიადგამსახურდია და ზვიადგამსახურდია მოკლა იმან რასაც ქვია კოლექტიური დასავლეთი. იბატო ამათმა მოკლეს. შეიძლება ქართველის ხელით. მე არ ვიცი ახლა მკვლელი უშუალოდ ქართველი იყო თუ არ იყო ქართველი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ გამიკვირდება რომ მკვლელიც ქართველი ყოფილიყო. არ გამიკვირდება, იმიტომ რომ იმდენი მოღალატე ქართველი არის საქართველოში დღესაც რო ხედავ ზვიადგამსახურდიას დღესაც რო გაწუხდეს დღესაც მოკლავენ უპრობლემოდ ხელის აუკანკალებლად არ გამიკვირდება მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ ასეთი მოღალატეები ყველა ერშია და ნებისმიერი შემიძლია ჩამოთვალო სადაც მოღალატეები არსებობენ და მოღალატის ხელით გაკეთებულა საქართველოში ეს მოღალატეები არიან უბრალოდ აყვავებულები ზიან გემრიელად თავიანთ თანამდებობებზე და გემრიელად შთამომავლობით ანადგურებენ ქვეყანას და ქართველ ერს. ერმილე სალამი ნახე 90000 ჯავშანი არის გაუქმებული ესე. ცოტა ბატონ თამას. ცოტა არის 90000 არა ყველა უნდა გაუქმდეს. ყველა უნდა გაუქმდეს საქართველოში. საქართველოში არავინ არ უნდა ჩამოვიდეს რუსეთიდან. საერთოდ რუსეთმა უნდა ჩაკეტოს საქართველოსთან საზღვარი. საერთოდ რუსეთმა უნდა დაადოს საქართველოს ემბარგო აბსოლუტურად ყველაფერზე, ნავთობზე, გაზზე, ხორბალზე, აბსოლუტურად ყველა როგორც 2006 წელს იყო დადებული, იქამდე გადმორიცხვებიც უნდა აკრძალოს საქართველოში და უნდა დასვას წერტილი საქართველოსთან. მე ამის მომხრე ვარ. მე ვარ ამის მომხრე. აღარ იქნება უკვე რუსეთის პრობლემა საქართველოში. მე ვარ ამის მომხრე. ვამბობ პირდაპირ. ელენე ხოშტარიას თამადობით ყველას უნდა შეუწყვიტოს ფულის მოწოდება საქართველოში. მე ვისი ბრალია ბატონო თამაზ რომ 90000-იანი ჯავშანი გაუქმდა. ვისი ბრალია? ჩემი ბრალია? ჩემი ბრალი ხო არა? ჩემი ბრალი ხო არა? ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების ბრალი, ქართული ოცნების უშიშროების ბრალი, ქართული ოცნების გენერალ-მაიორის უშუალოდ აი ამ დინარაძის ბრალი, რომელიც მაგაზე ვსაუბრობდი, რომელიც აძლევს საშუალებას სადღაც 10 კაციან, 15 კაციან, 20 კაციან ჯგუფს, რომ არათუ იქ მოაწყონ პროვოკაცია. აი რა გუშინ დადიოდნენ და ქუჩა-ქუჩაში დედასაგინებდნენ, რა ქვია, რუსებს რა დედისწყნა, პუტინ ხუილო, ხალხი საჭმელს ჭამდა, მიადგნენ იქ, რა ქვია, მეგაფონებით, ლანძღვა გინება და პოლიციელები იდგნენ და პირდაღებულები დებილებივით უყურებდნენ. ხელს არავინ არ კიდებდა. ჩემბრალია? და ეგ ახლა ვახოსანაიას დედაც მოვთქვან, სიმართლე გითხრა რა. მაგის დედასაც შევეცი და მაგაზე გულის დამწყვეტს
მოუდგან პატრონის ყველას, მაგრამ Facebook-ის სტატუსის გამო შეურაცხყოფა მიაყენაო იმას, რა ქვია, სანაიას იჭერ. და ესა რა ქვია, ქუჩაში ეგერ დარბის 100 თუ 150 გამოყლებული და პირდაპირ ფაშისტურ ლოზუნგებს ყვირიან და ეთნიკური ნიშნით იგინებიან და რატო ჩამოვა ეს ადამიანი? თქვენ რო იყოთ ნებისმიერი, თქვენ რო იყოთ ქვეყანაში, სადაც წასვლას აპირებდეთ და ქართველებს დედას აგინებდნენ ქუჩაში და პროვოკაციებს აწყობდნენ და ტაშპანდური იყოს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაიჭირა ესა რა ქვია, გულბათ რცხილაძე. ეს ხო ქართული ოცნების უშიშროების სამსახურია, დაიჭირა გულბათ რცხილაძე, რომ თურმე აგენტი ყოფილა რუსეთის. ყველას გვახსოვს, კაცი ცდილობდა ქართულ-რუსული ურთიერთობები რამენაირად ნორმალიზების ფარგლებში მომხდარიყო და არაფერი არ ქონდა იმ კაცს დასამალი. ღიად, რასაც აკეთებდა საქართველოში, იმას რასაც აკეთებდა რუსეთში, ღია იყო ყველაფერი და ყველაფერს ხედავდა. ნაცებმა ვერ გაბედეს თავის დროზე ხელის მოკიდება. ხო იყო ასე. დაიჭირეს კაცს მამა გარდაეცვალა და მამის დასატირებლად არ გამოუშვეს იმიდან, რა ქვია. რომ აგენტიაო, რუსეთის აგენტიაო და მავნიაო. ახლა გამცეს მე ვინმე პასუხი, ვისი დამსახურება არის, ვის კისერზე არის ის, რომ თორე მე სიმართლე გითხრათ, სულ ფეხებზე მკიდია, მე არც სასტუმრო მაგ და არც ჯავშნები მაგ და მე არაფერი არ დამიკარგია და ჩემ პირადულზე თუ წავიდეს საქმე და არც ის არ მადარდებს, იმიტომ რომ ვინც ბიზნესს აკეთებს და კარგად შოულობს და კარგად ძღება საქართველოში, იმას სულ ფეხებზე კიდია ერისთა ქვეყნის ბედი, იმ თავისი სასტუმროს იგეთ არავის და არაფერი არ აინტერესებს რა. ხო, ერის ბედი იმათ არ აინტერესებს. აღონ მისი კუჭი გაიძღო. ხო და ეს ხალხი ერთხელ არ გამოსულა ქუჩაში და არ უთქვია ამ ხალხს რომ ნუ აკეთებთ ესეთ რაღაცას, არ მიუმართია ამ ხალხს ხელისუფლებისთვის ერთხელაც, რომ ესეთი ქმედებები ჩვენ ბიზნესს გვიფუჭებს. ფულს ვკარგავთ, შემოსავალს ვკარგავთ, საარსებულს ვკარგავთ. არ ამოუღია ხმა ამას. არ აინტერესებდა ამ ხალხს ეს ყველაფერი. ეხლა მე უნდა ვიტყვი რომ მაგათი 90,000 ჯავშანი თუ გავუქმნა, ერთი მაგათ დედასაც შევეცი ერთი მეორის მიყოლებით რა. მე რო ეს მეთქვა, მაგ ხალხი გამოვიდოდა და მე მეტყოდა შენ რუსეთუმე ხარ. ნუ მაგაზე მაგ საუბარი და ესე იგი ქვეყანას ამხელა ზარალი მიადგა, ამხელა ეკონომიკური ზარალი მიადგა, ამხელა საიმიჯო ზარალი მიადგა, ამხელა სიბინძურეები ხდება ყოველდღე ქუჩაში და პასუხს არავინ არ აგებს. და იჭერენ ადამიანს, რომელსაც ნორმალიზება უნდა და ქართულ-რუსული ურთიერთობების. ნუ აგენტობაში ედება ბრალი რუსეთის აგენტი დაიჭირეს გულბათ რცხილაძის სახით. ხა გამოვიდეს მერე და მითხრას ვინმემ რომ ეს არ არის დივერსია. რა გასაკვირი იყო ეგ ყველაფერი. როგორც კი დაინახეს, ამდენი ეს ტურისტები მოდიოდნენ რუსეთიდან, პირველი წივილ-კივილი ატეხეს, ნახეთ რამდენი ხალხი შემოდის რუსეთიდან. ის დავიტყდათ, მაგათი მიშა რო იდგა იქ და შეინჭირე მე შენ გენაცვალეს და ბოდიში და ტრაქში რო უძრებოდა იმას, რა ქვია, რუსეთიდან შემოსულ ტურისტებს. შეინჭირე მე შენ გენაცვალეს რო უძახოდა. იმ დროს ისე იყო საჭირო, ახლა ასია საჭირო. მერე დაინახეს აგერ იმის სირი გამოსირებული დვალიშვილი ტაშს რო უკრავდა სადა ქვეყანა, ჩვენი არაოფიციალური ელჩი ამერიკაში და ტრამპს დაუჩოქა და საქართველოს გადამირჩინეო. რუსეთიდან ჩამოსულ ხალხს ხელი რო დაარტყათ, ყველა უბრალოდ ერთი წივილ-კივილი რო ატყდა. არაკაცურად, ბოზურად რომ მოიქცა. იმიტომ რომ რუსეთიდან ჩამოსული რუსებს შევეციო, ხო იძახოდა იმაზე მიკროფონში მანამდე. ახლა აგერ მოხდა ეს. ახლა ქუჩაში დარბიან აგერ. ამ ბოროტს, რომელსაც ძირგამომთხრელი საქმიანობას, რომელიც ღიად ეწევა ქვეყანაში, ეს დედამოწყლული ქართული ოცნების ძალოვანი სტრუქტურები მე და ჩემნაირებს დაგძდევენ და ეგერ იმას დაძდევენ, რა ქვია, რცხილაძეს დაძდევენ და აგერ ეგენი ქუჩაში არიან და ხმას იღებენ და მე რო იტყვიან რატო ვაგინებ დარდასოცხალს რო ქოცებს, ამიტომ ვაგინებ, რომ ეგეთი მოღალატეები არიან, ამათ დედა შევეცი მე. მორჩა. სანდრო გულიაშვილი უფლის მეორე მოსვლაზეო რა აზრი ხარ? ახლა აქ მე რელიგიურ გრძნობებზე ვლაპარაკობ? მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და რასაც მართლმადიდებელი ქრისტიანს უნდა ჯეროდეს, მჯერა იმის. ესაა ჩემი პასუხი. არ ვარ მე ის რა ქვია, იუდეველი.
რომ თვლიდე როგორც თვლიან ებრაელები, რომ მარიამ ღვთისმშობელი ჩვენი წმინდა ღვთისმშობელი კუჩის ქალი იყო და იესო აფერისტი იყო. ხო? მე არ ვთვლი. მე ქრისტიანი ვარ და მჯერა ღმერთის. და მეორით მოსვლისას წამს. როდის მოხდება არ ვიცი. კაია ისე სიმართლე გითხრა, ჩემ სიცოცხლეში მოხდებოდეს და ჩემ თვალით მოვესწრო ამ ჩათლახების განადგურებას, მაგრამ რა ვიცი ამა. ხო, აი ეს არის მთელი პრობლემა. აქ კოცები შემოვლიან და მე დამიწყებენ იმას, რა ქვია, ლანძღვაგინებას, რომ რატო თურმე ვერ ხედავ და რატო ვერ დავინახე და თურმე ამდენი სიკეთე კეთდება და მე ბოღმიანი ვარ და შურიანი. მე არაფერი ბოღმიანი და შურიანი არა ვარ, ცხოვრებაში არავის არაფერი არ შემშურვებია, ღმერთმა დაემფაროს და რასაც ქართული ოცნება აკეთებს. ესაა ქვეყნის ღალატი. არ ვიცი, შემოძმაო თეოფილე მალაფიას ახლა ტრაური ექნება პატრონმოტყმის გამოცხადებული თავის იმასთან ძმაგაცი დაუჭირენ ვახუნხულა სანაია და ილოცებს ალბათ მთელი მაგათი სექტა მაგისთვის. სააკაშვილი რო ხდებოდა მაშინ ისე იყო საჭირო შემოძმაო და ახლა 100-ია საჭირო შენ შემოგევლე. ახლა 100-ია, ახლა ის მიშა იყო, მიშადან როგორც კოცებისთვის, ბიძინასთვის ყველაფერი შეიძლება და ბიძინამ და კოცებმა რაც არ უნდა გააფუჭონ, ყველაფერი შეიძლება. ისე არის მიშისტებისთვის, ახლა მიშისტებს რო კითხო, მიშისტების დროს ესე იყო საჭირო და კი ბატონო, ახლა მარტო მაგი ხდებოდა. არის შემოძმო ქართველი კაცის გონების გაბრწყინების დაიწყო. ერთი რაღაცის თქმა შემეძლია. ადამიანი ფიზიკურათაც მაშინ აღწევს წარმატებას, როდესაც სულიერი აქვს ჯანსაღი, სულიერად არის ჯანსაღი. და ერი მაშინ აღწევს განვითარებას, როდესაც ერი სულიერად არის გამთლიანებული, დგას ეროვნულ გზაზე, სწორ იდეოლოგიაზე. შეიძლება არ იდგეს, არ იყოს ისეთი ხალხი, რომლებისთვისაც ეროვნული იდეოლოგია ესეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს. თუნდაც იგივე სინგაპური. ეს იგივე სინგაპურისთვის ეროვნული იდეოლოგია რო უთხრა გაეცინება, რა მოკვდება სიცილით. მაგრამ იმათ რაც აქვთ, ის იდეოლოგია და ეს მართლობის სტილი ის სინგაპურის მოქალაქის ნებისმიერი მოქალაქისთვის მისაღები და სწორი გზა. არ ვიცი შალვამ წერს რომ იმერეჯ ბლოგერი ყევერე დადის და წანწალებს იმერეჯში და დაკითხვას უწყობს ქართველებს თუ თურმე ებრაელების ყოფნის წყაროებზე რას უნდა ემსახურებოდეს ჩემო შალვას მოусვენ რაბინის კადაგებას მაგათი რაბინის კადაგებას საქართველოში კოცები რო იყვნენ თავზე რო ქონდათ მოწონიკები დამოფარებული და რო უყურებდნენ იქ კალაძე, ვოლსკი და ესა და რას ამბობდა ის რაბინი? რაბინი ამბობდა იმას, რომ საქართველოშიო აქ უფრო ადრეო ქართველი უფრო ცხოვრობდა თუ ებრაელიო ჯერო გარკვეული არაო. არაო გარკვეული. მე ხო არ ვიგონებ ამას, ეგ რა მაგათი რაბინის ისა. საქართველოშიო ებრაელებიო, ჩვენი სამშობლოაო და აქ უნდა ჩამოვიდეთო და გადახედე იმ ნაყიდ სახლებს უძრავ ქონებას საქართველოში. უმრავლესობა ებრაელების ხელშია. გადახედი აბა შენ შემოგევლი ერთი ამ ბანკებს ამ იმგენს რომლებმაც ქართველიერი ჩააგდო მევახშეობაში და უბედურებაში მთელი მიკროსაფინანსოებით დაწყებული დიდი ბანკებით დამთავრებული აბსოლუტურად ყველა ებრაელების კაპიტალია. გალსტუკიანი ყაჭაღები რომლებმაც ქართველიერი გააქციეს და სახკარი წაართვეს. ხო? გადახედე ხელისუფლებას, მართლობას, სადა ეგენი არიან ყველგან და ამას ემსახურება. გადახედე იმას, რა ქვია, ენუქის წიგნივე, ეს სირი რო არის, ერთი რო დაბოდი, რაფერი სირი არა იგი? ის იმას აქვს კონკრეტული დავალება. რომ ეს რა ქვია, უფლისციხე თურმე მეორე იერუსალიმია, თურმე ქრისტეს ჯვარცმა მცხეთაში მოხდა და რამდენი დაყლებული ქართველი დაძდის და ტაშს უკრავს. და მალე იმას დაგვებრალებენ, რომ ქართველებმა ეს რა ქვია, ჯვარზე გავაგარეთ ქრისტე. და ჩვენ ავიღეთ ცოდვები.
ასია ეს, ამას ემსახურება. ega არ უყვართ. თავარი პრობლემა რაშია, იცი ჩემო ძმაო? თავარი პრობლემა არის ჩვენში რაში? საქართველოში ვერ ისწავლეს ვერც სიმართლის თქმა და ვერც სიმართლის დაცვა. ხო და რუსთაველი ამბობდა, მისი არ იყოს, რათა თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა. მიიბრძანდი საქართველოს ნებისმიერ სფეროს დაადევით ითი, ყველგან ტყუილი. ყველგან გადაგდება, ყველგან მოტყუება, ყველგან თაღლითობა და ყველგან უბედურება. თუ ვინმე გამოჩნდება და სიმართლეს ეტყვის, იგი ეზიზღება ყველას. არ ვიცი ჩემო ძმაო, მაგახალი გმირების არ ვიცი. ეგ არის და სანამდე ერი ვერ ისწავლის სიმართლის თქმას და სიმართლის დაცვას, მანამდე არაფერი არ იშველება. იმასულ ასე. ჩვენ ისტორიაში გვასწავლიან დადებით მომენტებს და ამას და დანარჩენი წლებში რა ხდებოდა. რამდენი მოღალატე იყო, რამდენი ქვეწარმავალი იყო, რამდენი ჩათლახი იყო. რატო არ ასწავლე ამას? არა საჭირო. კაი უნდა ვიცოდეთ მარტო. კაი, მერე და აჰა. გაიხარეთ ამას, მადლობა. ელემენტარული აიღე, რაში არა ვართ ჩვენივე ქვეყანაში დაჭაგრულები. ელემენტარული აიღე. ჩამიგდეს მოუნახ. კივიზის ზეგლი არ უნდა იდგეს ქუთაისშიო და ნარიმანოვის ზეგლი უნდა იდგეს, რომელმაც იგი წაგართვა. საინგილო. სტალინის ზეგლი არ უნდა იდგესო და ალიევის ზეგლი უნდა იდგესო. ირინა ფაღავაძე, თქვენ ხართ ორივე ძმები რუსეთის აგენტები, ევროპას სულელია, რომ თქვენ გაჩერებთ. წადი, ხალო, შენ ნიფხავი გარეცხე და მერე მოდი და მერე ილაპარაკე. გაგიმარჯოს ბესო. ვინ გვაცლის, ჩვენაირ ადამიანებს საერთოდ ეთერს არასდროს არავინ არ დაუთმობს. იყო ადრე სანამ არ იცნობდნენ ვისთან რა იდეოლოგიის ადამიანებთან კონდათ საქმე და რა პრინციპების ადამიანებთან გაეპარათ, ასე რომ ვთქვათ, 1-2 შემთხვევა და ვილაპარაკეთ. და ახლაცაა დარჩენილი იმათ, რა ქვია, ისტორიად ეს ყველაფერი და მაშინ დაუშვეს კატასტროფული შეცდომა და ახლა ქართულ ტელევიზიაში თუ მიშას არაქებ და ადიდებ და ან თუ ბიზნეს არაქებ და არ ადიდებ, ჩვენი ადგილი არაა და ვინ მოგწევს მაგის საშუალებას? არ ყოფილა საჭირო, ჩემო ძმაო, საყოველთაოდ ცნობილია და ბიბლიაში ასე წერია და სახარება მაგაზია, საქართველოში თურმე ასია. აი რა. კარგი რა, გავსებულია ეს ქვეყანა. ნაძირალა სასულიერო პირებით, რომლებმაც 90-იან წლებში ქართველებს რო აღარ დარჩა, მობრუნდა ღმერთისკენ, ხო? სამება აშენა, იმედით იწვალა, იფიქრა, ხვალინდელი დღის იმედით ცხოვრობდა და ყველაზე მეტად ამ სასულიერო პირებმა გაუწმილეს ქართველებს იმედები და მონოდილები. ასია და თქვენ ქართველს რას ეძახით? ქართველს ეძახით ადამიანს, რომელმაც მისი ქვეყნის ელემენტარული ისტორია არ იცის? ქართველს ეძახით ადამიანს, რომელმაც ადრე ძველად თუ გაქართველდაო, კავკასიაში იყო, თქვენ ქართულ მართლმადიდებლურად მოინათლავ. იმდენი არ იცის ქართველმა, რომ ქრისტეს უხრწნელი სხეული ისა რა ქვია არის აღმოჩენილი და გაიზიარე და ამინ დაწერე და შეგეწევა და 18 და 20,000 გამზიარებელი თქვენ ამას ქართველს ეძახით?
არა ძმა არ აღმიდგენია სიმართლე გითხრა იმ ძველ ნომერზე იმიტომ რომ სიმართლე გითხრა 2000 წერილი მაქვს აუკითხავი და ტელეფონი მაქვს აფუჭებული რა მანგი ამაში მაქვს და ნომერი არ მაქვს ისა რა ქვია ქართული ნომერი მაქვს და დაიკარგა ის ნომერი საქართველოში არ აღმიდგენია ჯერჯერობით რა მოკლედ აგემშვიდობებით ღმერთმა გაგიმარჯოთ მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და აი ეგ არის რა ეხლა 26-ში ვისაც გაქვთ წურვილი შევიკრიბოთ და გადავარჩინოთ ის ტაძარიც და მივიღოთ მონაწილეობა იმაში რომ გასუფთავება მოხდეს, აღდგენა მოხდეს და დავანახოთ ხალხს რომ საპატრიარქო, გამყიდველი, ტაძრის, მიწის, ნაკრძალის ყველაფრის 10 წელი სულ არ უნდა ჩემო ძმაო მაგას ერთ 5 წელიწადშიც მოყომარდება 5 წელიწადშიც მოყომარდება მე რო ვატყობ საქმეს რა ისე მიდის ამბები მოკლედ დიდი მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის კაიხანია გემრიელად თქვენთან არ მისაუბრია ეხლა დავასრულებ მალე ორ საინტერესო ბლოგს და საქართველოს უახლეს მძიმე ისტორიაზე და მოგაწვდით გაიხარებ ეს შენც ასევე მშვიდობა და სიკეთე მოგცეთ ღმერთმა დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის გაიხარეთ